საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნის მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა შესრულდა. ახალციხის მაცხოვრის სამაღლების სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრის მღვდელმსახურმა მამა ნიკოლოზმა აღასრულა და მრევლს ნინობის შესახებ უქადაგა. წმინდა მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში 323 წელს ჯავახეთის მთებიდან შემოვიდა. იგი წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. წმინდა ნინოს ფარავნის ტბასთან 2 დღე შეჩერდა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლის ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ ის წარმართთა მეფისათვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე 10 სიტყვა იყო დაწერილი. ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანს და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში 2 დღეს ასწავლობს. 1 ივნის მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს გარდაცვალება. საქართველოში მართლა განსაკუთრებული დღესასწაულია. მთელი ერის არამედ თუ წმინდა ნინო შემოვიდა და ამ პატარა ქალწულმა მთელი ქვეყანა მოაქცია და განსაკუთრებული ღვაწლით დადო ღვთის წინაშე და თუ ჩვენ ვიტყვით, რომ საქართველოში უმეტესი ნაწილი წმინდა ნინოს სახეს ატარებს, განსაკუთრებული სიყვარული აქვს მთელს ქართველ ერს და განსაკუთრებულად ჩვენ ვიცით, რომ ჯავახეთიდან შემოგზანდა წმინდა ნინო და ულოცავს სრულიად საქართველოს და დღევანდელ დღეს გილოცავთ მესხეთის გულიდან მთლიანად საქართველოს ყველა მორწმუნეს, ყველა კეთილშობილს და ვთხოვ უფალს, რომ ყველა გაძლიერებული იყოს სარწმუნოებაში. წმინდა ნინო წამოვიდა ფარავნის ზიქრიდან და შემოიტანა სარწმუნოება და ძალიან კარგი იქნება თითოეული ადამიანი თუ ვიძრუნებთ ჩვენ სარწმუნოებაზე